წითელი ყვავილი, ქინძი, უცხო სუნელი, გიცრული, ნიორი, წითელი წიწაკა და მარილი. ალბათ გაინტერესებთ, რისთვის გვჭირდება ეს ინგრედიენტები. თუ ვინმეს ერთხელ მაინც გაუსინჯავს სვანური მარილი, მე დამერწმუნებით, რომ ამის შემდეგ ყოველდღიურად იყენებს მას საკვებში, სუფრაზე გამოაქვთ და მოკლედ ძალიან ბევრს უყვარს სვანური მარილი. თუ როგორ მზადდება ახლა ეს ყველასათვის საყვარელი და საკმაოდ მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მქონე მარილი, ამის შესახებ ახლა ჩვენ ვისაუბრებთ და პარალელურად გაჩვენებთ როგორ უნდა დაამზადოთ. აუცილებელი არის თეთრი უხეში მარილი და ამ მარილს უნდა გადაერიოს ეს ინგრედიენტები. თქვენ მაგიდაზე ასევე ხედავთ ქვიჯას, რომლითაც ადრე ნაყავდნენ მარილს, თუმცა დღეს ამის გამოყენების აუცილებლობა არ არის, ვინაიდან არსებობს ხორცსაკეპი, მანქანა, გნებავთ ხელის, გნებავთ ელექტრო, თუმცა ბევრად მარტივი არის ელექტრო ხორცსაკეპი მანქანის გამოყენება, ვინაიდან ხელის მანქანაში ძალიან რთული არის მისი გადატარება, ვინაიდან ეს უხეში მარილი ძალიან რთულად გასატარებელია, თუმცა აი წარმოგიდგენიათ ალბათ რომ რა რთული იყო მაშინ, როდესაც მხოლოდ აი ამ საშუალებით ამზადებდნენ სვანურ მარილს. თუ როგორ უნდა გავამზადოთ ახლა ჩვენ ეს ყველასათვის ძალიან გემრიელი სვანური მარილი, ამაში გაგვეხმარება ჩვენი დიასახლისი ლალი იქნებ აგვიხსნა ეს ყველაფერი, რატომ არის აუცილებელი და საერთოდ როგორ შეიქმნა სვანური მარილი. სხვათა შორის ცნობებით ერთ-ერთი ყველაზე ძველი ჭურჭელი არის მე-16 საუკუნის და რომთაც ამზადებდნენ სვანურ მარილს. მოკლედ ამ ჭურჭლის წინდება რომ მე-16 საუკუნეშიც კი ამზადებდნენ სვანურ მარილს და ნუ ახლა ხვდებით რომ უკვე საკმაოდ მრავალსაუკუნოვანი ისტორიას ითვლის. ზოგადად ისტორია მე ვფიქრობ და ახალგაზრდაც ალბათ რომ მარილი სვანეთისთვის სვანეთში თეთროქროდი თვლებოდა ძნელად მოსაპოვებელი როგორ უხდებოდა საკმაოდ პირობებში ადგილობრივებს ხო სვანეთიდან იმერეთში ჩასვლან კვირაობით გადმოცემის პირეთისკენ მიდიოდნენ ეს მარილი ბეჭით მოჰქონდათ და როგორც ჩანს ჩვენი ბრძენი წინაპარი ამის გათვალისწინებით რომ თან ზამთარში საკმაოდ ხანგრძლივი ზამთარი იყო პროდუქტების მოძიება სვანეთში ამ ყველა ინგრედიენტს რაც კერძის მოსამზადებლად და საჭიროა აურევდნენ ერთმანეთში ატარებდნენ რა ქვიჯაში ნაყავდნენ ამას სვანურად როდინი ჰქვია ამას გურანა ეს საკმაოდ ძველებური არის ეს ძალიან ძველია ძალიან ერთი ხისგან არის გამოყენებული ერთი მთლიანი არის ნუ ახლა ხმარებაში არ არის მაგრამ ხო მაინც რა თქმა უნდა არის ოჯახში თითქმის რელიკვია ხო და ნუ ამაში განაყავდნენ და მარილიც ძალიან დიდ ხანს ძლებდა ხო დიდხანს ყოფნიდა თითქოს ზამთარი ყოფნიდა ხოლმე აი როდესაც ამდენ ინგრედიენტს მას შეუდგებთ მოდით აბა ეს რა უნდა გავაკეთოთ აი წითელი წიწაკა აუცილებლად უნდა იყოს ხმელი კარგი წითელი ის რა ქვია წითელ წიწაკას და ნიორს ცალ-ცალკე ვატარებთ და მერე უვრევთ აი ამათ ყველას ნუ სასრული ყველა ცალ-ცალკე გავატაროთ და მერე აურიოთ ერთმანეთს შეგნებ ესენი აუცილებლად საჭმელი გაატაროთ და მერე აურიო ეს ყვითელი ყვავილი ქინძი და ნუ ეს რა ქვია გიცრული ეს გიცრულია მაგრამ თუ გიცრული ნუ საკმაოდ მოსაპოვებელი ალპურ ზონაში არის ძირითადად კამის თესლს ვინც ჩანაცვლებენ ხოლმე კამის თესლიც ერთ-ერთი და ეხლა რა შეგვიძლია დავით ნუ მოკლედ ჩვენ გავატარებთ ახლა წიწაკას გავატარებთ ნიოს მე ამათ აურევთ გავატარეთ უკვე წიწაკა, წითელი წიწაკა და ნიორი და ახლა ამ გატარებულ მასას უნდა დავაყაროთ თეთრი უხეში მარილი.
რაოდენობა ეს ჩვენ სურვილზეა დამოკიდებული და სხვათა შორის სინოტივეც და ფერიც. ესეც ინგრედიენტებზეა დამოკიდებული. ზოგჯერ სვანური მარილი არის ძალიან მუქი, ზოგჯერ შედარებით უფრო ღია ფერის. ამას განსაზღვრავს სწორედ ის მასალა, რასაც ჩვენ ვურევთ სვანურ მარილში. კი ბატონო, რა რაოდენობით ვურევთ და თუ ბევრ წიწაკას გაუკეთებთ ბუნებრივია და ბევრ ყვითელ ყვავილს უფრო მოწითალო, მოყვითალო გამოვა, თუმცა თუ ზოგს უყვარს ძალიან ბევრი სუნელი, ქინძი, უცხო სუნელი, თუ ჭარბობს უცხო სუნელები, მაშინ ბუნებრივია შედარებით უფრო მუქი ფერის გამოდის. ვალი, ახლა რა უნდა დავაყაროთ კიდევ? ესე იგი, მარილი ეს ქინძი მეორე უკვე აქვს დამატებული. ახლა ამას აურევთ. ეს უნდა ავურიოთ კარგად. გავატარებთ ახლა ერთადან. აი სწორედ აი ესეთი არის, ვიდრე საერთო სახეს მიიღებს სვანური მარილი და ვიდრე გადავატარებთ ჩვენ მას ხორცაკებ მანქანაში, თუმცა მანამდე კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ადრე ჩვენი წინაპრები იყენებდნენ ქვიჯას, სვანურად როდინს და წარმოგიდგენიათ ალბათ რამდენად რთული იქნებოდა აი ამ ქვიჯაში მარილის დანაკვა იმისათვის რომ მას საბოლოო სახე მიიღოთ და მთელი წლის კი ბატონო ნორმა მიიღოთ და მოემზადებინოთ. და მოდით ნახოთ როგორი არის საბოლოო სახით სვანური მარილი. ჩვენ მცირე რაოდენობით გავატარეთ სვანური მარილი, ეს საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი არის და ამიტომ მცირე რაოდენობით გაჩვენებთ დაახლოებით რა სახე მიიღო, რა სახით არის უკვე ჩვენ გამზადებული მარილი, აი გადმოვიტან ჭურჭელში და არის საკმაოდ ნედლი, ნოტიო. და როგორც უკვე გითხარით, თუ როგორი იქნება, როგორი ფერის იქნება, რამდენად იქნება ნოტიო, ეს ყველაფერი დამოკიდებული არის ინგრედიენტების რაოდენობაზე. თუ ბევრ ნიორს გაუკეთებთ, ის უფრო ტენიანი, უფრო სველი იქნება, თუ ბევრ წიწაკას გაუკეთებთ და ბევრ ყვითელ ყვავილს, ესეთი ფერის, ასეთ ფერს მიიღებთ საბოლოო ჯამში, თუმცა, რა თქმა უნდა, თუ სუნელები ჭარბობს, მაშინ განსაკუთრებით უფრო მუქი იქნება და თავის ფერზე წაიღებს ეს სუნელები. ლალი, მოდი, ერთი ასევე მნიშვნელოვანი რჩევა უნდა მივცეთ მათ, ვისაც უყვარს სვანური მარილი, ვინც შეძლებს დამზადებას, ან ზოგადად ვინც ყიდულობს სვანურ მარილს და რატომ უნდა იყოს ის დახურულ მდგომარეობაში? ჯობია, უმჯობესი არის მაგალითად იყოს შუშის ქილაში. ჭიდრო თავდახურული და მხოლოდ როდესაც უნდა მივიტანოთ სუფრაზე, მაშინ გადმოვიღოთ ამ ქილის ჭურჭლიდან სპეციალურ სამარილში. მე ის უმჭიდროდო ვახურავთ თავს ვინახავთ, იმიტომ რომ ამა შეინარჩუნოს თავის სინოტივე შეინარჩუნოს, სუნელი შეინარჩუნოს, გემოვნური თვისებები. აი ეს არის ჩვენი დამზადებული მარილი, მე მგონი ძალიან კარგი და გემრიელი, ესეთი ნოტიო სველი უნდა იყოს წესით და ამიტომ აუცილებელია ის შევინახოთ დახურულ ქილაში. და თუ გინდათ ნამდვილი სვანური მარილის გემო გაიგოთ, დაამზადეთ სვანეთში მოყვანილი სუნელებით. დიდი მადლობა ლალი.